ბმის ქიმიური ბმის კიდევ ერთი სახე გახლავთ იონური ბმა. იონური ბმა წარმოიქმნება იმ ელემენტებს შორის, რომლებსაც მკვეთრად განსხვავებული ელექტროუარყოფითობა აქვთ. იონური ბმა შეიძლება განვიხილოთ როგორც პოლარული ბმის ზღვრული შემთხვევა, როცა ბმის წარმომქმნელი გაწყვილებული ელექტრონები იმდენად არიან გადანაცვლებული ერთ-ერთი ატომისკენ, რომ შეიძლება ეს წყვილი მის საკუთრებად ჩაითვალოს. ახლა მაგალითისთვის განვიხილოთ სუფრის მარილის, ანუ ნატრიუმის ქლორიდის წარმოქმნა. ნატრიუმის ელექტრონულ აღნაგობას ხედავთ და ქლორის აღნაგობას შესაბამისად ელექტროუარყოფითობა ნატრიუმის არის 0.9 და ქლორის 3. და ახლა რა სიტუაცია არის? ანუ ნატრიუმს მესამე ენერგეტიკულ შრეზე აქვს 1 ელექტრონი და ქლორს აქვს 7. შესაბამისად, ქლორს იმისთვის, რომ დაისრულოს 8-მდე, აკლია 1 ელექტრონი. და ნატრიუმს ურჩევნია, რომ ეს 1 ელექტრონი გასცეს, ვიდრე, ვთქვათ, შეავსოს ის 8-მდე. და მისი გაცემით ის ემსგავსება ინერტულ აირს, ანუ შევსებული იქნება 8-მდე მეორე ენერგეტიკული დონე. შესაბამისად, ამ ორი ატომის გარკვეულ მანძილზე მიახლოებით ერთმანეთთან, ნატრიუმს ურჩევნია, რომ საზიარო ელექტრონული წყვილი დაკარგოს და გადასცეს იგი ქლორს. და ქლორი შეიერთებს ამ საზიარო ანუ ნატრიუმის ელექტრონულ წყვილს და შეივსებს გარა ენერგეტიკულ შრეს 8-მდე. შესაბამისად, ხო, რატო ეხა ქლორისკენ, რატო? იმიტომ რომ მაღალი ელექტროუარყოფითობა გააჩნია ქლორს, არა ნატრიუმს. ქლორის ატომი აი მაღალი ელექტროუარყოფითობის გამო მიიერთებს ნატრიუმის 1 ელექტრონს და გარდაიქმნება ერთმუხტიან უარყოფით იონად, ანუ ქლორი მინუსი და ნატრიუმის ატომი ელექტრონის დაკარგვით გარდაიქმნება ერთმუხტიან დადებით იონად, ანუ ნატრიუმი პლუსი. საპირისპირო დამუხტული იონები ერთმანეთს მიიზიდავენ და შესაბამისად წარმოიქმნება ქიმიური ბმა. აი ეს პროცესი ელექტრონის გადასვლა ნატრიუმიდან ქლორთან ესეთი სქემის სახითაც შეგვიძლია რომ წარმოვიდგინოთ. იონებს შორის ქიმიურ ბმას, რომელიც ხორციელდება ელექტროსტატიკური მიზიდულობით, იონური ბმა ეწოდება. იონურ ბმას არ ახასიათებს სივრცეში განსაზღვრული მიმართულება, ნივთიერებებს, რომლებიც იონებისგან წარმოიქმნება, იონური ნაერთები ეწოდება. რითი გავს და განსხვავდება იონური ბმა პოლარული კოვალენტური ბმისგან? კოვალენტურ არაპოლარული ბმის მქონე ნაერთებში ატომებს მუხტი არ გააჩნიათ, კოვალენტური ბმის მქონე ნაერთებში ნაწილობრივი მუხტი არის, ანუ დიპოლის სახით და იონური ბმის მქონე ნაერთებში არის უკვე დადებითი და უარყოფითი იონები სრული მუხტით. ცილის მოლეკულაში შეგვხვდებათ თქვენ იონური ბმა. ეს არის ელექტროსტატიკური ურთიერთქმედების სახით. ხედავთ თქვენ წითლად ანათებს იმ ჯგუფებთან, რომლებსაც აქვთ დადებითი და უარყოფითი მუხტები. იონური ბმა და არა მხოლოდ ცილის მოლეკულაში კიდე შეგვხვდებათ თქვენ ეს ბმა და გავიხსენებთ ამ ბმას ჩვენ ორგანულ ქიმიაში და ბიოქიმიაში შეგვხვდება შემდეგ. ეს ბმა სუსტი ბმა არის, ასე რომ მის გაწყვეტაზე შედარებით უფრო ნაკლები ენერგია იხარჯება.